ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 29 მუხლით, რომლის მიხედვითაც ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში. დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ და ჩართული იყოს გარემოს დაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში. 29 მუხლი განამტკიცებს მდგრადი განვითარების პრინციპსაც და ამბობს, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესები. საერთაშორისო დონეზე სუფთა, ჯანსაღ და მდგრად გარემოზე ხელმისაწვდომობის უფლება ადამიანის ძირითად უფლებად 2022 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით განმტკიცდა და ის 6 კომპონენტისგან შედგება. განვიხილოთ თითოეული მათგანი. პირველი, სუფთა ჰაერი. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს უფლება სუფთა ჰაერზე, რაც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის წინაპირობაა. ჰაერის დაბინძურების მთავარ მიზეზებს წიაღისეული საწვავის წვა, სამრეწველო პროცესები, ნარჩენების არაეფექტური მართვა, ტრანსპორტიდან გამონაბოლქვი წარმოადგენს. ამ უფლების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო მაგალითისთვის უნდა მიიღოს შესაბამისი კანონმდებლობა, დაადგინოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ნორმები, აკონტროლოს ისინი, შეზღუდოს დამაბინძურებელი ნივთიერებების ჰაერში გაფრქვევა სამრეწველო თუ სატრანსპორტო სექტორიდან. მეორე, სუფთა წყალსა და ადეკვატურ სანიტარულ პირობებზე წვდომა. სუფთა, საკმარისი, ფიზიკურად და ფინანსურად ხელმისაწვდომი წყალი ადამიანის ძირითადი უფლებაა, რომელსაც საფრთხეს უქმნის დაბინძურება, სუფთა წყლის რესურსის გადაჭარბებული მოხმარება, კლიმატის ცვლილება. წყლის დაბინძურების ძირითადი წყარო ინდუსტრიული საქმიანობა, სოფლის მეურნეობა, წიაღისეულის მოპოვებაა. ბევრ ადამიანს არ აქვს წვდომა სუფთა სასმელ წყალსა და სანიტარიაზე, რაც იწვევს ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებებს. სახელმწიფოები ვალდებული არიან შეაფასონ წყლის რესურსების მხრივ არსებული მდგომარეობა, აკონტროლონ მისი ხარისხი, დაიცვან სანიტარული პირობები, უზრუნველყონ სუფთა წყალზე საზოგადოების ყველა წევრის ხელმისაწვდომობა. მესამე, ჯანსაღი და მდგრადად ნაწარმოების საკვები. ჯანსაღი და მდგრადი სასურსათო სისტემა აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. არამდგრადი სოფლის მეურნეობა, პესტიციდების გამოყენება, სხვადასხვა ტიპის დაბინძურება, წყლის ჭარბი მოხმარება, კლიმატის ცვლილება წარმოქმნის სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. სახელმწიფოებმა ამ უფლების ხელშეწყობისთვის უნდა გარდაქმნან სასურსათო სისტემები შესაბამისი კანონმდებლობის მიღებით, წარმოების მდგრადი პრაქტიკის ხელშეწყობით, მცირე ფერმერების მხარდაჭერით, ნარჩენების შემცირებით და სხვა ღონისძიებებით. მეოთხე, უსაფრთხო კლიმატი. უსაფრთხო კლიმატზე უფლება დღესდღეობით ფაქტობრივად ყოველდღიურად ირღვევა საწვავი წიაღისეულის ჭარბი გამოყენების, ტყეების გაჩეხვის, არამდგრადი მიწათსარგებლობის პირობებში. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ექსტრემალური მეტეოროლოგიური პირობები და სხვა უარყოფითი შედეგები საფრთხეს უქმნის ადამიანს. სახელმწიფოები ვალდებულნი არიან მიიღონ შესაბამისი კანონმდებლობა და პოლიტიკა, ხელი შეუწყონ განახლებადი ენერგიის გამოყენებას, ენერგოეფექტურობას, ტყეების აღდგენასა და შენარჩუნებას. შექმნან ბუნებრივი მოვლენებისგან დამცავი ინფრასტრუქტურა, წინასწარი გაფრთხილების სისტემები და მიიღონ უკვე დამდგარ შედეგებთან შეგუებისთვის საჭირო სხვა ღონისძიებები. მეხუთე, არამომწამვლელი სამუშაო, სასწავლო და სათამაშო გარემო. არამომწამვლელ გარემოში ცხოვრების უფლება ირღვევა გარემოს შემადგენელი კომპონენტების, ჰაერის, წყლის, ნიადაგის სხვადასხვა ნივთიერებით დაბინძურებით. დაბინძურების ძირითადი წყარო სამრეწველო ემისიები, ქიმიური წარმოება, ნარჩენების არასათანადო მართვა და შესაბამისი რეგულაციების ნაკლებობაა, რაც განსაკუთრებით აზიანებს მაგალითად თავად საწარმოებში დასაქმებულ პირებს, ბავშვებს, ხანდაზმულ ადამიანებსა და სხვა მოწყვლად ჯგუფებს. სახელმწიფოებმა ხელი უნდა შეუწყონ ზიანის პრევენციას შესაბამისი რეგულაციების ამოქმედებით. დროულად მიაწოდონ პირებს ინფორმაცია დაბინძურებული გარემოს შესახებ, სათანადოდ აკონტროლონ საწარმოები და სხვა ბიზნეს საქმიანობები. მეექვსე, ჯანსაღი ბიომრავალფეროვნება და ეკოსისტემები ადამიანის არსებობის აუცილებელი წინაპირობაა, ვინაიდან ის უზრუნველყოფს სუფთა ჰაერს, წყალს, საკვებს, ბუნებრივი მოვლენებისგან დაცვას. ეკოსისტემების დაზიანების ძირითადი მიზეზები ტყის გაჩეხვა, დაბინძურება, ცხოველების, მცენარეების სახეობების ექსპლუატაცია, მიწისა და წყლის არაგონივრული გამოყენებაა. სახელმწიფოებმა სამართლებრივი მექანიზმებით უნდა დაიცვან ბიოსფერო, აღადგინონ დაზიანებული გარემო, პატივისცენ ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს ბიომრავალფეროვნებასა და გენეტიკურ რესურსებზე, უზრუნველყონ ამ სფეროში მიღებული გადაწყვეტილებების გამჭვირვალობა. ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება დაკავშირებულია სხვა ძირითადი უფლებებით სარგებლობასთანაც.
კერძოდ, ის მნიშვნელოვანია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების უზრუნველსაყოფად, როგორიც არის მაგალითად სიცოცხლის უფლება, საკუთრების უფლება თუ რწმენის თავისუფლება, ასევე კულტურული და სოციალური უფლებებით სარგებლობისთვისაც. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება ცალკე უფლებად არაა განსაზღვრული. თუმცა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, გარემოს დაცვის სფეროსთან დაკავშირებული დავები ძირითადად ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით განმტკიცებული სიცოცხლის და პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებების ფარგლებში განიხილება.